რანაირად უნდა იარსებო. აჰა, აი, ეხლა ხო არ ვიცოდი რომ თქვენ შემხვდებოდით, აჰა. დახეული ფეხსაცმელითა და იმით. აი ეს კიდევ რო გაცვია ემაზეც მადლობა უნდა თქვა ამ ხელისუფლების ხელში. აი რა უნდა თქვა, ეხლა ვიცოდი რომ ტელევიზია შემხვდებოდა. აი ესეთ დღეშია ხალხი. ჰა? სანაგველაზე დარბის ხალხი და სანაგველაზე პურსი მასაშვები. ვინ არის ესა ხალხია, ესენი ხალხი არიან. ვინ მოვიდა კაცო, ქვეყანაზე 1 მილიარდელი ქართველი გამოსცადა, ესეც მტრად გადაეკიდა მთელ ქვეყანასა, მთელ საქართველოსა. ასეთი კაცთ მოძულე და ასეთი ქვეყნის მოძულე და ერმოძულე მე არ ვიცი, მე ისტორიას არ ახსოვს. და რას ლაპარაკობთ ხალბატონო, ამაზე უკეთესი რას გააკეთებდა ჩვენ მთავრობა, თვითონ 2000 ლარი მიდიებოდა ჩვენ 45 ლარი. წავალ ახლა 45 ლარად ერთხელ წავალს ვიყიდი და დამთავრდება ყველაფერი. უკომენტაროთ, ჩავატაროთ ყველაფერი. დაცლილი ოჯახები, წასული ჩვენი შვილები და ჩვენ მოხუცები მათხოვრულად. 50 წელი ნამუშევარი გვაქვს, ახალგაზრდობა გაზრდილი გვყავს, რანაირ თანამდებობებს ემაზე და ესენი აგერ წერაკითხვის უცოდინარები. სიტყვის ამოღებაც რა შეუძლიათ? რომელი ინსტიტუცია ლაპარაკი? დაყოლიფე საქართველო. ეკონომიკური აღზევება დღეს ქვეყანა არ არის მეორე საქართველო. პირველ ადგილზე ვარ თელ სოფლიოში საოცრებო ხდება საქართველოში. ესე უსინდისოდ გამოდიან. 100 საწარმო სად არის და სად არის იაფიფული სადაა. ესე მარტივ ტყუილებს როგორ იგება ხალხი აი გაოცებული და გაოგნებული ვარ ბედაპირ რა.